აბა, მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გვექნება მცირე გასვლა. ჩვენი ახალი მანქანით მეორე გასვლა იქნება. დღევანდელ გასვლაში მონაწილეობთ ცოტა სხვანაირად, განსხვავებით პირველი გასვლიდან, ანუ საბურავები შევწოლეთ, მე მაგას გარედან განახებთ, ცოტა გავჩერდებით და დავუშვებთ საბურავებს, მივდივართ ატენის ხეობისკენ, ოღონდ ლაით გასვლა უნდა იყოს, ბავშვებთან ერთად ვართ. უბრალოდ უნდა გამოვისწრებთ. თათას დაორგანიზებული ტური არის. მოთხოვნილი არის, რომ ახალი მანქანის გატესტვა უნდა და ნახოთ. წავედით, ახლა გავუყვებით გზას, რო გავჩერდებით გრუნტიან გზაზე და საბურავებს დავუშვებთ. გეტყვით, ვინ ვართ, რა მანქანებით ვართ, რა კონფიგურაციები აქვს მანქანებს და მე გავუყვებით ნელ-ნელა ვნახავთ. თუ საინტერესო რაღაც ადგილებში შეხვდება, გადავიღებთ იმას. ძირითადად უფრო გასეირნების გასვლა არის. ანუ ამ მანქანაში მე და თათა პირველად ვსივართ ესეთ დიდ გზაზე. გიორგი და აკოს გასვლაც ჰქონდა, რომელიც უკვე დადებული იქნება ჩვენს არხზე. და კიდე ქონდა, ნუ გადაღების გარეშე სვანეთში იმყოფებოდა გიორგი. კი ბატონო. ხო ესე. შენი პირველადი შეფასებები მაინტერესებს მე. ჩვენ მოგახსენებს? ხო, აი არ ვიცი, მე მაინტერესებს. მინდება გააგრძელა შენი შეფასება გააგრძელა და მერე თვითონ. ხო, შეფასებასთან დაკავშირებით ძალიან პირველად შეფასება რო ვთქვა. ცალსახა არის ის, რომ ვერ არის Toyota-სნაირი კომფორტული გზაზე გადაადგილებისას. ამაში ალბათ ყველა დამეთანხმება, ვისაც ეს მანქანა ყავს და Toyota წყოლია, ან ნებისმიერი რაღაც სხვა მოდელი, რომელიც უფრო მეტად კომფორტზე არის ორიენტირებული. აკრაკა პრადოს მიდარებს. პრადოს ვადარებ, ხო, იმიტომ რომ ის ბევრად უფრო კომფორტული არის შორგზაზე გადაადგილებისას. განსაკუთრებით მანქანაში იგრძნობა 90 კმ/h ჩქარეს რო გაცდებით 90 კმ/h. ქარის ხმა შემოდის ზედა მხრიდან და მაგას ვერაფერს ვერ უშველით, უნდა შეეგუოთ. ასევე რაღაცა პატარა სივრცე აქვს, კარებები აქვს, პატარა ჭიქის ჩასწრებები ცოტა აქვს და ეს შემდეგ ეგეთი რაღაცა წვრილმანი მინუსები შეინიშნება და ცოტა დამღლელია შორგზაზე როცა გადაადგილებით. დანარჩენი არ ვიცი, პირველად შთაბეჭდილებით ქალაქში ძალიან კომფორტულია, რაოდენად გასაკვირი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ უკვე ყველაფერი აქვს, რაც ჭირდება თანამედროვე მანქანას. მე წავს გამიხსნი. შენ ხვედი რატო არ აქვს შეფრული ისე? რო წამომივწკალდი. ქალბატონო, შენი აზრიც მაინტერესებს ისე. მანქანა მოგწონს, ხო? მაინტერესებს. მე დღის ბოლოს ჩავწეროთ კიდე როგორ მოგვეწონება, მაგრამ ეხლა მითხარი, მოიცადე მიკროფონს მოგცემ. აჰა, მოდგამომარჩ მიკროფონი. და ილაპარაკება მოგწონს თუ არა მანქანა. მანქანა კარგია. რა მოგეწონა, აბა რა განსაკუთრებით? განსაკუთრებით მანქანა იმიტომ მომეწონა, რომ ფანჯრებზე აქვს რაღაცები მოხატული და კიდევ მანქანას კიდე რაღაცები აქვს გარედან მოხატული. აი ხა უკან შეიძლება ჩანდეს. კი, შეიძლება ჩანდეს. და აბა უგზოობაზე სასიარულო რეები აქვს, კარგი. უგზოობაზე სასიარულოდ კარგი რეები უყენია. ბლოკირებები. ოჩახ. და პრადოს უნდა აჯობოს რა, ის უკვე. ხო, ღვედი შეიკარე ახლა. გიორგი, ახლა იცი რა მითხარი? აბა. ანუ რა ხდება, რომ აი ყველამ ჩვენს ირგვლივ იყიდა ვრანგლერი. აქამდე არ გამოდიოდა ეს მანქანები. არ იშოვებოდა. ეხლა აი რა მოხდა? რაღაცა ალბათ მოხდა ისეც რომ ეს მანქანები მეტნაკლებად გაიაფთა, ანუ 2 და 3 წლის წინ ბევრად უფრო მაღალ ბიუჯეტიანი იყო, ეხლა უკვე მეტნაკლებად ხელმისაწვდომია, არის დაახლოებით Forerunners და Prados ღირებულების, რაც უფრო მეტად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ წავეთამაშოთ ესეთ მანქანებს. თუმცა ხო ყოველდღიურად რო ყავდეს ერთ მანქანას, ალბათ რაღაც პერიოდის მერე მოსაბეზრებელი იქნება, მაგრამ ნუ თუ უგზოობაზე გინდათ სიარული ექსპედიციებზე და რაღაცა განსაკუთრებით რთულ უგზოობაზე, მაგისთვის არის ძალიან კარგი პლატფორმა და აი ნელ-ნელა ახლა ჩემი მანქანის აწყობის ვიდეოები დაიდება და მაგას ნახავთ როგორ და რანაირად გაკეთდება და როგორ ივლის. კაი, მოკლედ ახლა გავაგრძელებთ ჩვენ გზას კასპისკენ, კასპიდან უნდა ავიდეთ ატენის ხეობის მიდამოებში, ზუსტი ტრეკი კაპომიცის და მერე რო გავჩერდებით, ჩავწერთ კაპოს და გავაგრძელებთ ნელ-ნელა. მოკლედ გადმოვედით გრუნტიან გზაზე და ვიწყებთ სტანდარტულად საბურავების გასვებას. ყველა თავის გამოზე უშვებთ საბურავებს, ჩვენ ალბათ 1.7-ზე დავუშვებთ. ეს არის ჩვენი მანქანა, უკვე განახლებულ მდგომარეობაში წარმოდგენილი. შეხედავთ, დისკები და საბურავები შეიცვალა. ესენი დაიბრუნდა. და პრინტები. ეს მდგომარეობაში გვაქვს 35-იანი გუდრიჩის ატეები და ესე შეუწევს მევანდელ ტრეკს. მარტო მანქანა, მაგრამ მაისურმაც განიცადა მოდიფიცირება. მოდი მოტრიალდი. კარგად. რუბიკონი. ხო. ეს არის ლევანის მეხუთე თავობა Forerunner 30-იანი 8 კრუზას ატეებზე. ანი არის წარმოდგენილი დღეს თავისი ახალი მანქანით, Wrangler-ი დღეს ჩვენ ვიდეოში პირველად იქნება. მოდი ცოტა გაგასწრო. რუბიკონი არის ესაც 33-იან ქართულ ენტეებზე არის.
რაზომაც მოყვება ის უყენია. მოვალანი შენთან. ბექას ორანერი მეხუთე თაობა, ისაც 33-იან MT-ებზეა და კაპოსი სტანდარტული Nissan პატრონი 35-იან MT-ებზეა. ამჯერად არა ტრეპადორებზე, არამედ სტანდარტული MT-ებითაა გუდრიჩის. აბა გითხარი ხა Wrangler-ზე. ერთი ორი სიტყვა Nissan-ის მე. ძიმე ოფროუდზე არ გამოგვიცია ჯერ, მაგრამ ძალიან ესეთი ფანი სატარებელი მანქანა არის პირადად ჩემთვის, მით უმეტეს Nissan-ის მერე. რავი, ვიღაცა ამბობს, რომ გრუბიაო, მაგრამ Nissan-ის მერე არ არის გრუბი. შემიძლია ვთქვა. სიამოვნებს. ჯერჯერობით რჩება ოჯახში. ჯერჯერობით არა მიღებულები. всё? მართლა? აჰა, ძალიან კარგი. მე უპირებ რამე მოდიფიცირებას? კარგი. ერთადერთი რაც არის მექანიკიდან გადამაჯინეს სამუდამოდ. არის დაუჭირო რა. ნუ პატრონზეც აღარ აქვს უკვე მექანიკა და. ამიტომ შევეგუე იმას, რომ უკვე ავტომატით გავიარო აპლიკაციით. მათაშორის მექანიკა ვაგნერები წერდება. არა, არ მინდა მადლობა. კარგად ავარჯიშა მარჯვენა ხელის კუნთები ისედაც ხო? აკварიცია. კაპო სპეციალურად შენთან მოვედი. როგორია ოფროუდზე ჯდომა საჭესთან? შენი ვეჩერმილელა ხა და მე მოგახსენებ სამ. Wrangler-ზე რა სიტყვაშა? გადის რა, აი იუნიტი ესაა. თავარია ანი შენ საჭესთან ნახარ უკვე პატრონთან. აი შევეჩვევი და ეგეც შეეცვალა. გამოუკიდებლა. გითხარი ერთი მოგწონს Wrangler-ი? გამოვხედეთ გოგოშკებო. კი. კი. თუ გავყიდოთ. არა. არა. რომ საუბრობთ რა იგივე ჩამოვანახოთ და მე თუ არა და გავყიდოთ და ჩამოსულ არ ყო და ყიდით Wrangler. კი მოიცა შვილო ჩამოვიდა. აინტერესებს რომ მიეჩვიოს თუ არ მიეჩვიოს. გაიაროს ადაპტაცია თუ არა, იმიტომ რომ თათა წესი არის, ბარგი ჩალაგებული არ აქვს, მანქანა გაყიდულია. ანუ კი, აი გასათვალოვი აგვე. ანუ მანქანაზე თუ იტყვით რომ ზედმეტი სტაფილოსფერი ხო არ მოგივიდაო, ეგ უკვე გავლილი თემა არის და მარგემ მე ესეთი მინდა. თქო მე ეგრე ვიდა. ხო. შეიძლება მომიღას გამორბის. ცეცხლი უკიდია მანქანას თქო, ვეუბნები გიორგი. სადი შედი. ასე დაიბრენ და მე პირადად მომწონს და ვისაც არა, მეც მომწონს, მაგ უბრალოდ ოდნავ მეტი სტაფილოსფერია. რაღაცა პრობლემები დარჩენილია, ამას მომზადების ვიდეოში ყველაფერს დეტალურად გეტყვით, კიდე რა არის გასაკეთებელი. რევანდელ მდგომარეობაში ასე გამოიყურება. ესეთი არის და ლამაზია. თვალში მოსახვედრი და ისეთია. და გიორგი, შენ თუ იცი რა ხაკვერდი უნდა დაჭრე? არა. არ ვიცი და არ თორქებ. ესე მიუყვებით მოკლედ გზას და ამოვედით უკვე ქედზე, ერთ-ერთ ქედზე და ძალიან ლამაზია მანქანია, მართალია ჭუჭყიანია, შუშები და არ ჩანს კარგად, მაგრამ ჯერჯერობით მაინც რაღაც ჩანს, ეგაც ლამაზია, აგერ წინ მიდიან მანქანები. ჩვენ მოვდივართ ყველაზე ბოლოები, ანუ მოსაჯისთან. არა ხუნებს Wrangler-ს. მოსწონს თუ არა, მე საბოლოოდ კითხოთ ბოლოში. ჩავწეროთ ინტერვიუ. ასე ნელ-ნელა მოვუყვებით. სად მოგვიყვანა, გითხრა. ეკლესიაში. რა ქვია, რა ხდება, მოგვიყევი ამ სოფელზე რაღაცას გქონებოდი. ძველი სოფელი არის, რომელიც კაიხანია აღარ არის ესე. მუდმივად დასახლებული. ვაიმე, დედა. ეს არის საორბის წმინდა გიორგის ეკლესია. ადრე ვართ აქ ნამყოფებით, რეკი დადებული გვაქვს, ძალიან ლამაზი ადგილია. ყველა შეგიძლიათ მოხდეთ სტანდარტული მანქანებით. განსაკუთრებული ადგილი გვაქვს. ამის მერე იქნება ძირითადად უგზაობა. ძალამაზი არის ეგიო მართლა. თასრობა ფეხით გინდა თუ მანქანით? ფეხით გინდა. მამა მანქანით გამოყვება ხო? მოკლედ მოვიარეთ ეკლესია და გავაგრძელებთ ახლა გზას შემდეგი დანიშნულების ადგილისკენ და ნელ-ნელა უკვე უგზაობაც უკვე შემოვიდეს. იმიტომ რომ იქით კარგი უგზაობა, ადრე ნამყოფები ვართ, ვიდეო შეიძლება ნანახი გქონდეთ, შეიძლება არ გქონდეთ, კიდე ერთხელ განახეთ. წავიდეთ. უგზაობა დიდი ხანია შემოსული უბრალოდ უფრო მძიმე და რთული ეს ახლა ამას უგზაობას აღარ ვეძახი. სად არის ჩვენი შემდეგი? ლილეში თუ ლილეში თუ რაღაცა გეთ სოფელში ნავიდით, რუსთახელი აღარ მახსოვს, მე განახეთ რუკაზე როგორ ამბობთ, ვიდივართ იქით.
ჩამჭრელი კითხვა იყო. კითხვა რო არ მეკითხა. მოგიტო თქვი რომ წავედით ჩემთან ადგილასთან. თითქმის საგარიო და. ახლა დაგაჭირო მაზოლზე ფეხი. მივეპარე ჩუმად არიციან რომ უგებ. რაღაცას მაიმუნო. აუ რა. კაპურა. რეპით მოძრაო ბიჭო. აი პატრონი რო ყავს რა იცი რა აღარ დაგჭირდება კაცმა არ იცის რა. რა განათება როს როდის 9 წელია ბიჭო 9 წელი კაპოტი არ ამიხდია 10 წელია მანქანას ხო გამოგადგა მე იყიდე აგე ნამდვილი მანქანა აზმო ნამდვილი მანქანა ახტევინა ეგრევე Wilderness Ocean Blue აი ნაღდი Wilderness მოდის თავისი ჯვარცერი არაფერი მოვიდეს აი შევაკეთებთ ხა ცირე ტექნიკური შეფერხება და გავაგრძელებთ გზას აი რა დაგჭირდა კაბელი კამბელ ჩამომსვეს მანქანი და გადაიღეო ეს გასაცო და წამოვიდა კაპო Ani თავისი ლურჯათი ეს მოდის ბექამ რანერი და ოლევანიც რანერით დაგვრჩა უკან ანუ ორი რანერი ერთად ეს ტური არის სრულად ბავშვების სუბუქი გასვლა არის დაახლოებით 9 ბავშვიზის ყველა მანქანაში ბავშვიზის მოკლედ და დაახლოებით 9 ბავშვი არის მოკლედ სუბუქ ვიდეოს შემოგთავაზებთ აი ხალხო აქ გზაზე გვხვდება ესეთი გამოქვაბულები ულამაზესი ადგილია აი აგერა მივაზროთ კარგად აი 1 2 3 წელს ხედავთ შეიძლება კიდე ბევრია და უბრალოდ არ ვამიჩნე მაგრამ აი ესეთ ხედები გვაქვს ამაზე გადაცემას ხო გავაკეთებთ მოჩერს დაძარი ყოფილაში პატოლოგი არის ის არის კაპო წამოვიდეს უთხარ პატოლოგი არის ძალიან მაგრაი არის არა მაგრამ ანი უფრო ეფექტურად თქო უთხარი ანის უთხარი ეფექტურად უფრო თქო დედა აი მართლა იყო ნახე რა ქნეს გო აბა ის ხო ესე ზგაზიარო ფრთხილად გამოივლიან უფრო არ შედერად გამოივლიან ჩავი ლაპარაკეთ. ხა. ხა. ძალიან კარგი გამოსვლა. ანის უთხარზე და ეფექტურად თქო. კადრები გვიდა თქო. უთხარი გოგო. აი მანქანა არ გააჯოჭრე, მაგრამ წყალი გადაავა. გიორგი. ეს კი ჩემი ხა. გიორგი, ეს კი ჩემი ხა. მიდი მარგე. მარგიანი. მიტითხო, მე გამხდა. ცოტა ჩხარა, ცოტა თქო რა. ნელია და. მამა წაიყო. მე ოპა.
აბა ეს ნახოთ. აი როგორი გადამღები უნდა იყოთ, მალე იქნება გადაღებაო, იძახის ბავშვი. არა, აკოს არ ეხება ხომ ის ყოჩაღდა თუ გაეხსნა, თუ დაიბუსტა ჩემი ჰერკულესა დაიბუსტა ხო. გამოცხადეთ, რომ არ უნდა გადაგო. ეს არის ბავშვებით მარტივი გასვლაო. ყოჩა. დაგალაიქებთ. სასეთ მარტივი გზა არ ჩითხობ. მარტივად უნდა გვეპიკნიკა ახლო მდებარე ლოკაციაზე. მაგრამ გამოცხადეთ, რომ აქ მარცხენიდან მიშვებს მე, პაპო, შენ ცეკრე გაქვს? ზევით იმაღლა. იგივე ვაფშე არ უნდა იქოდეს ესენი, მაგრამ დავიღოთ, მარცხენა დავიდეთ. მიდიქია და უკან გადავიღებ. მიდი ადი აი ეკეთ ამოდი. გადადი ადი მიდი მან. შენ არა კარგად აი ანით წამოვიდა. საკმაოდ დიდი აღმართი არის, ესე კიდე ვიდეოში არჩევს. და აი აქეთ გადმოდი ხო დადი. თათას მოსწონს ძალიან გადამღებად მუშაობა. ნელა. კადრი გამოდი. ნუ კაი ლურჯა ყავს რა. მოხავე. მალე უნდა მივიდეთ ეს ტიმშენ წერტილთან რაც ჩამოვიდა. გიორგი, აი ზემო ახალწოდებს. მამა გესპიშები ხა? გვერდზე უნდა მიაჭირო ხო იქ დაელოდე როცა სენად ჩვენე ჰორიზონტალურად ხო ისწოდეთ. ამას რა მიაჭირო? გიო. გიო, ის. ეს ვიზაგინდა ბაბა. რა ყოლოდი? რას მიზოზიალობდი? საკო. მოდი და ჩეკი მაკარი გაგაზოზიალებდა კარგად. ბაზონდა ექშენი და შეკიდე ლოკო კიდასავი დადიხარ აქ ჭირდება. კუსავი დადი ლოკო კინარა. შეკიდე კაპოტავით. წაეთხაპო. აჰა, მოდი შედი. აი, რა ხედა, კაი გიპია. მოდი მიაწერა, ხო? კარგი იყო მამა. კაპოჩი აქე. Filati არა. აკა გამოიწე თათა. ინსტადი და დაემი. ინსტადი. ნაწილმა შემოუარა ესე. მაგრამ გიორგის მეუბნებით და გიორგიმ გადაწყვეტა უბრალოდ რა ესე. წამოვიდეს. მეც მაინტერესებს. ადგილი ვნახოთ სად. კარგებით, კარგად.
აბა ვრანგლერი რისთვის გიხარია თუ ესე შემოვლებით ვიარეთ ეთრე გავიგე. ნუ აფსიხირა. გიორგი რატოში. მურთებს ესვრიან ბოლშევები. აკოშინებულია გიორგი. აბა კუთხბაი გაგიტანეს გიოგოლი. გაი ქალორანა ის კუთხურია. ვაიმე. ეკლესიას დავაბოსულობ. დავაგზავნებთ მე გზას კლიკი ჯვარისკენ იქ უნდა დავბანაკდეთ, იმიტომ რომ კარგი წყალი და დასაჯდომები არის ოუ. მაქამდე მანდარი ის სადაც უნდა მივსულიყავით? მანდარი დაახტოვეთ. იქამდე უნდა მივიდეთ იმ წვეთიანთამდე? როგორ ძალიან მალეა ეგ. რა ლამაზი ადგილებია, რა გამწვანებული ყველაფერი. გალამაზებული სილამაზე, უნება. მიბრძანდი კაპო. Tadi. Ram xalay. შული კაცი შედა ნუ გავისხა. ძალიან კარგია გიომიდე. კარგი კაცი. მანქანები რაშარი კაცი. ანქებულია. io esita. როგორ ჩავჯდე? არ ვიცი. რა მინდოდა? ხასეთ მოვედი. რა კილია. კი, აი ნახეო გიორგი. მაგარი ხედები მაგ. აუ ჩავჯდე. აუ რა ლამაზ. აქ შეგინდანაც ჭუჭყედი გვაქვს. Seki Georgi saçe speedometris is. ყველაფერი ხო, გაზუნტრული რო არის, ყველაფერი ის აქ. ხალხი რა ცივილურად მიდის, მანქანა რა სუფთები აქვს. თვითონ ხალხი სუფთა და რა ვიცი ვიდეო. ჩვენი ოჯახი და ფეხებით რასე. მაგრამ ეს იმის გამო, რომ აი ვიდეოს გამო მოხდა ეს ამბავი. და პლუს ამისა გიორგი, მადლობა რო გვაქვს ხალხისთვის თქმელი რომ 20,000 გამომწესებავდი? კი. მადლობა.
ეგეთი მადლობა მე არ მომწერზე ხარ? 30000 გამომწევ. დიახ 20.000 იყოს იცი? არ ელოდი? მე არ მიგონა. 30000 გამომწერზე დაიდება სპეც ვიდეო. იმას არ ვაანონსებთ. არ ვიცი ეს რას შუა. ჯერ არ მგარით ჩემ გარდა. ვა, გიორგის ესეთი იდეები 30000 გამომწერზე ვახვალთ, მე ნახავთ, გეტყვით ეს იყო ის. იმიხდით არა მაინც. მამა, კონჩება შენ, მე მეთხრა. კი, მოიცადე ერთ წამით, ხო? ეს არა ქვია. მართლა ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ეს 20000 არის ზუსტი თო სუფთა გამოწერა. ანუ არაფერი არ გვიყიდია. არასდროს, იმიტომ რომ ჩვენს გვაინტერესებს ხოლმე ჩვენი შესაძლებლობები. კი ბატონო. 20-დან აღდიო ნათქვამი. ხო, უცი ნაღდი. არ ვიცი ჭმევად თუ არა, მაგრამ თათამიპოვა უზარმაზ არის სოკო და წამოვიღეთ და ელენესა კიდე ძალიან დიდი ეს ნახე ჭუჭყიანია. ჭუჭყიანი არა არის, მე მოვჭერი ისინი მოძრა. აი და ელენესა კიდე ძალიან დიდი ქამასო გიცნო ხელა აქ. აი ესეთი ეს ვარ. ხამა არის კაცო? აი ეს არის. სოკოების ესე ნადირობა სოკოებს რა არის? რა გამოდის? სოკ ჰანტინგი. არა, ტექნოლოგია. ტექნოლოგია. აი, რამდენი სოკო არ ვიცი. მოვინადირეთ. კარგი და ცუდი რომელია? იქ შეაფასებენ მე. სოკოს ექსპერტთან მივად კაპოსთან. ჩაიბარებენ. კილო რაყის ამდენად უნდა ჩაიბაროთ. ვერ გეტყვი. ხერები როგორ გამიჭუჭყიან. გავჩერდით, მოვედით. ბავშვები დავასაქმეთ პირველ რიგში, აი. კიდე კაი ნიჩვები წამოვიდა, ეგ მაინც. კურტკები არა მაქვს, მაგრამ ნიჩვები მაქვს. თავარი ხალხი დასაქმდა. აბა. დანარჩენი ჩვენ კარგად ვიქნებით. აქეთ კაპო დასაქმდა. ეს თადგილას ვარ. ბავშვებში გადიხ შენ ახლა თავარი ბავშვი. თელი დღე სოკოებს დასდევდა აგროვებდა. აბა ჩვენ ვართ ბავშვები. ისიც გინდა. გავაგრძელებთ ახლა ჩვენ საქმიანობას. აი საცალი ანუ წავიდა საქმე. აქეთ მზადდება სოკოსთვის და აქეთ მზადდება სოკოსთვის. აი იქით კიდე ესეთი ამბავია. არ ვიცი რას ეცხავენი ხარ ვიცი, მაგრამ ეცხავენი. რა წავედით უკვე. დავეშვით ახლა უკან თბილისისკენ. სადაც ეს არაფერი ისეთი აღარ იყოს, მე მანქანას გავრეცხობ. პრინციპში მე მგონი დღეს რო ეგ იქნება. ამითი ალბათ დაგემშვიდობებით მანქანას შევრეცხებთ. დაუბინაოდებით გორის მიდამოებში არის სამწაობები და მე გავეშურებით თბილისისკენ. კარგი დღე გამოგვივიდა ეს. კი, საკმაოდ კაი და საინტერესო გზა არის. ბავშვებო, თქვენ თუ ხართ კმაყოფილი დღევანდელი დღეს ჩვენ გამვრალდით აქ. უკანა მხარე გაგვიმრავთ. კმაყოფილები ხართ დღევანდელი დღით? კი. ძალიან. დავგეგმოთ შემდეგი გახვალ. კარგად კი დავიშალე მე. ხო. აბა გემშვიდობებით ყველას. გამოიწერეთ ჩვენი არხი, კარგად. როგორები დაუბრუნდით სამრეცხაოზე თათა რა? აბა იქნება. აჰა. ნახეთ როგორებმა დავიწყეთ და როგორები დამოვედით. როგორებმა რა არის? ყველაზე ჭუჭყიანი ჩვენი მანქანა რატოა? ეცხავენ მანქანას რო კითხოთ. დამახარჯეთ $2 ყილა. არაფერი. აი. ამაში გარეთილი არ გაიწვა. მაგრამ ეცხავენ რა. გაგაკეთეთ რატოაშია, ყველაფერი არ ვიცი. გაკრიალდნენ მანქანები. აჰა. ნაი, დაიბრუნა სახე მანქანამ. თათა, როგორი გარეცხილია? კაი, ვიდეოსთვის. ხო, მორჩა დღევანდელი დღეს. ავერთით. კი, კარგად იყავით ხოლმე.